ეხლა მან ერთ ცოტა გავერკვიოთ, ეხლა ჩვენ მართალია სამხედრო სპეციალისტები არა ვართ, მაგრამ ეხლა კითხვა იყო სულ სხვა რამე. ეხლა ჯარის ნაწილი გნებოთ სპეცდანიშნულების ნაწილი სადღაც შეასრულებს ამოცანას, სადღაც შეიძლება ვერ შეასრულებს. შეიძლება ნაწილობრივ შეასრულებს, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ერთიანი შტაბი დანაწევრდეს და ხელმძღვანელი სამი გახდეს? ეს რა შუაშია? მე გეკითხები თქვენ, რომ საომარი მოქმედებების დროს შეიძლება ნაწილი შეასრულო, ნაწილი არ შეასრულო. თქვენზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. მაგრამ თქვენ რატო ჩათვალეთ საჭიროდ, რომ ნაწილი რაღაც ვერ შეასრულეთ და ამიტომ ეხლა მერაბიშვილისთვის უნდა დაგერეკათ და არა გენშტაბისთვის. ბატონო? არ დამირეკია, კიდევ იმას რომ არა, როგორ ეხლა არ თქვით კაცო. მე რომ ავედი ზემო ნიქოში, თვითონ დამირეკა იმ რა ქვია მინისტრმა. დამირეკა დარეკოს. ბატონ შალვა, ნახეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თქვენს დადანაშაულებაზე არ არის საუბარი, არც ბრალეულობაზე. უბრალოდ თქვენგან, როგორც სამხედრო სპეციალისტისგან, ძალოვანი უწყების სპეციალისტისგან გჭირდებოდა ეს პასუხი, რომ ეხლა გეტყვით, გავაგრძელებ, ზემო ნიქოში რომ ვიყავი იქ, ხო, სიტყვაზე. იქ ვიქნებოდი იქამდე სანამ არ მივიღებდი გენშტაბისგან დავალება შემდეგ მოქმედებებზე. მე უბრალოდ ცუდი პოზიცია იყო, იმიტომ რომ იბომბებოდა რაღაცა და ამ დროს დამირეკა თვითონ. გამიგე და ამ დროს დამირეკა და ეს თვითონ ამას ესეც ხო არასტორია, ბატონ შალო, მაშინ დამეწახეთ. ბატონო? თქვენი როგორც სპეციალისტის პასუხი გვაინტერესებს. მაგრამ უფლება ქონდა რომ მოეცათ ჩემთვის ბრძანება, მე ამას გეუბნებით, არასტორია თუ სწორია, მაგრამ ქონდა უფლება. არა, ეს მე შეიძლება გითხოთ, ბატონ შალო, არა ვარ სპეციალისტი. და თქვენ ამბობთ, რომ 93 წლიდან გაიზარდეთ აი ამ ძალოვან სტრუქტურაში და ელემენტარული წესი ეს მე ვიცი ახლა რომ საომარ მოქმედებებში ხელმძღვანელი ერთია და გენერალური შტაბი ერთია და ხო შეიძლება და ახლა თქვენ ამბობთ რომ დამირეკა მინისტრმა და ეს მითხრაო მე დაერეკა 2 წუთის მერე გენშტაბს რომელიც შეასრულებდით თქვენ რომელ ბრძანებას შეასრულებდით რომელია უპირატესი ასე დროს აი ეს პასუხი მინდა თქვენგან და იმის აღიარება გვინდა რომ არ იყო იქ კოორდინაცია სამწუხაროდ ის რომ თქვენ მობილური ტელეფონებით თქვენ თვითონ თქვით რომ იყო საფრთხე რომ მოისმენდნენ ამას მაგრამ სხვა საშუალება არ ქონდათ ის რომ არ იყო ერთიანი კოორდინაცია ის რომ არ იყო ერთი ხელმძღვანელი და თქვენვე აღწერთ აქ რომ ხან ერთი გირეკავდათ ხან მეორე გირეკავდათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ აქ ვიკვლევთ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაბიჯებს და არა ამ შემთხვევაში თქვენს ბრალეულობას და მით უმეტეს ძალოვანი სტრუქტურების. აი და ბიჭების მით უმეტეს ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რა თქმა უნდა. აი ამისი პასუხი გვინდა ბატონ შალვა. აი იყო ეს ნორმალური და არის ნორმალური თუ არა რომ ხან ერთმა დაგირეკოს ხან მეორემ და მაშინ რომლის ბრძანებას შეასრულებთ. ხო არ არის ეს ნორმალური დაგვეთანხმეთ. სამხედრო არმია და დავალებას და ბრძანებას უმიერებ ის უნდა ვისგან ვიცი რა ვისაც აქ ამის უფლება ხო ბატონო გურამ დაგეხმარებით თუ არი უკადრისებთ ძალიან კარგი კითხვა დასვით თქვენ როდესაც ადამიანი არის გასული ველზე რა მნიშვნელობა აქვს რას აკეთებს მით უმეტეს როცა არის სამხედრო და იცავს სახელმწიფოს და მის სუვერენიტეტს თუ მიიღებდით მას ჭირდება კაფიოობა მაქსიმალური, იმიტომ რომ დროა ცოტა. თქვენ თუ მიიღებდით ბატონმა გურამმა ეს კითხათ. დავალებას გენშტაბიდან, მოადგილისგან, ან ბატონი გუგავასგან, რომელიც გეტყოდათ წაბრძანდი მარცხნივ და თუ მიიღებდით ვანო მერაბიშვილისგან, თქვენი მინისტრისგან დავალებას წაბრძანდი მარჯვნივ. რას გააკეთებდით? როგორ იყო ეს მოწყობილი? რას იზამდით? ურთიერთ გამომრიცხავ ბრძანებებს თუ მიიღებდით? ბოლო ბრძანება თუ იქნებოდა გენშტაბის უფროსისგან იმ დავალებას შევასრულებდი. რომელიც ბოლო იქნებოდა და თუ იქნებოდა? თუ დამირეკავდა ზაზა და სიტყვა ზადოგოგავა და მეტყოდა რომ იყავი მან და ისაკენი რა ქვია დაგველოდე ჩვენ ან არ გადაადგილდე მაშინ ამ დავალებას შევასრულებდი. და შემდეგ თუ დაგირეკავდათ ბატონი ვანო და გეტყოდათ გადაადგილდიო ასეთ შემთხვევაში გადაადგილდებოდით. ანუ ბოლო ბრძანებას შეასრულებდით მიუხედავად იმისა ის და ეს და თუ დამირეკავდა ეს მეტყოდა და მე უკვე ჩავთვლიდი რომ ეს დანაყოფები დანარჩენები არ იყვნენ მზად და მარტო გასაგებია